მუშაობთ იმაზე, რომ პირველ რიგში წნეხი ბრიტანეთიდან გაიზარდოს. ბრიტანული სანქციები ძალიან ბევრს აწუხებს. ეხლა დარჩა ორი რამ ახსულება ბრიუსელში ამ ყველაფრის და ასევე გაგრძელება პროტესტების და კიდევ უფრო გაფართოება. ეს საჯარო ინტერვიუები საბოტაჟის საქმეში 8 ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ბაშაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს. სანქციები რომ ნამდვილად მუშაობს და ქართული ოცნებისთვის სწორედ ეს აღმოჩნდა ყველაზე მძლავრი დარტყმა, ამას პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მასალებიც ადასტურებს. ოპოზიციის არსებობა ყველა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის საფუძველია. ქართულმა ოცნებამ კი ამ ფონზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არ იკმარა და იმ ლიდერებისთვის მრავალი წლის სასჯელის დამატება განიზრახა, რომლებიც ძალადობრივად მართვის და ხელისუფლების მიტაცების გამო დასავლეთისგან მათ დასანქცირებას ითხოვდნენ. მრავალტომიან საქმეში დევს პოლიციელების ჩვენებებით, მათ რა ვითარებაში და როგორ წაიკითხეს პოლიტიკოსების პოსტები, უყურეს ვიდეოებს და შეშფოთდნენ, რის შემდეგაც შეადგინეს ოქმები. მაგალითად ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებელს დავით ბაინდურაშვილს ეკუთვნის. ჩემს სამუშაო ოთახში ხელოვნური განათების პირობებში მშვიდ ვითარებაში ჩავატარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში, ელექტრონული სერვისების ერთიან პლატფორმაზე და სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დათვალიერება. ზოგმა გამომძიებელმა სოციალური ქსელები დაათვალიერა, ზოგიც აქციაზე იყო და დაინახა, რომ პოლიტიკოსებიც იქ იყვნენ. გამომძიებლების ჩვენებებიდან მცირე ფრაგმენტები ასე ჟღერს. როდესაც ძალადობრივი შეტაკება იყო პოლიციასთან რუსთაველის გამზირზე, მათ შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე ბევრი პოლიტიკოსი დავინახევ, გულისხმობ ცნობად სახეებს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, ყოფილ ბანკირს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, ასევე გიორგი გახარიას და სხვებს. ერთხელ მახსოვს რუსთაველის გამზირზე დავინახე ასევე ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ჩემს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები მომიტინგეების მიმართ გასცემდნენ სხვადასხვა მითითებებს, მოუწოდებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ და პოლიციის წინააღმდეგობისკენ. მიტინგზე აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ქვეყანაში უნდა დაესრულებინათ მიტაცებული ხელისუფლება. საბოტაჟის საქმეზე გამოძიება ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ღიად პრორუსული მოძრაობის, ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლების, ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარიშვილის განცხადების საფუძველზე 2025 წლის თებერვალში დაიწყო. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენების აშკარა მაგალითია ის, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, გეგელია და სხვები ჩადიოდნენ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კონკრეტულ ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენებისაგან მოითხოვდნენ, რომ საქართველოსთვის შეექმნათ პრობლემები ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირობების დაწესებით, მაგალითად როგორიც იყო ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და ხელახალი არჩევნების ჩატარება. ვატო შაქარიშვილი ჩვენებაში საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დასავლეთთან ურთიერთობაზე, შეხვედრებსა თუ გაგზავნილ წერილებზე და ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის მოხვედრა არის პირდაპირი ჩარევა კანონის უზენაესობის ხელყოფის მცდელობის კუთხით, ასევე რეზოლუციაში ასახული დათქმები და მოწოდებები, მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არის ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა ქვეყნის სტაბილურობის შერყევის მიზნით. ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარიშვილის ჩვენებები თითქმის იდენტურია. მოცულობითი 38 ტომიანი საქმის მასალები სუსის და გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივადაა შედგენილი. საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება და დანაშაულის კონკრეტული დასაბუთება. მტკიცებულებად გამოყენებულია Facebook სკრინები, საჯარო განცხადებები, სატელევიზიო ინტერვიუები, დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის ფაქტები თუ მათთვის გაგზავნილი წერილები, თანდართული ბმულებით. საბოტაჟის საქმეზე პირველი სხდომა გუშინ ჩატარდა, მას ესწრებოდა ბადრი ჯაფარიძე, ონლაინ ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონლარიანი გირაო შეუფერდა. ბრალდებულ პოლიტიკოსებს შორის საპატიმროს გარეთ ამჟამად მხოლოდ ისინი იმყოფებიან. იმ პოლიტიკოსების შემთხვევაში კი, რომლებიც ისედაც დაპატიმრებულები არიან, ივანიშვილის პროკურატურას შუამდგომლობა წინასწარ პატიმრობაზე აღარ დაუყენებია. თუმცა მას შემდეგ, რაც მათ პატიმრობის ვადა ამოეწურებათ, სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ინდივიდუალურად იმსჯელებს. ეს მორიგი ნაბიჯია, რომელიც შეიძლება ივარაუდო, რომ დაკავშირებული არის, ასე ვთქვათ, ევროკავშირის შეფასებასთან, რომელიც არის უარყოფითი უკიდურესად საქართველოში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით და შესაბამისად ქართული ოცნების დამფუძნებელმა
გადაწყვიტა, რომ ეს ალბათ არის ოპოზიციის ბრალი და კიდევ უფრო მეტი ხისტი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადადგა და ეხლა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ლიდერს ბრალი წაუყენა პროკურატურამ აბსოლუტურად, გეტყვით, მოგონილი საბჭოთა ტრადიციებში შეთხსული ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ ასაკრძალ პარტიათა სიაში ქართულმა ოცნებამ არ შეიტანა ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პარტიები დროა, გირჩი მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი, მათ ლიდერებს ყველაზე მკაცრი ბრალი წაუყენა, მათ 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რაც ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ნიშნავს. სასაცილოა, რომ პოლიტიკოსების მიერ დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნა, თუნდაც სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მიჩნეულ იქნა მტრულ საქმიანობად, მაშინ როდესაც ეს სანქციები გამოყენებული იყო საჯარო მოხელეების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. თავარი რისი ჩვენებაც ჩემი აზრით უნდოდა რეჟიმს არის ის, რომ ის არაპირებს უკან დახევას. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამითი უნდა რომ უიმედობა კიდევ უფრო გაამძაფროს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ ეს მას დაუბრუნდება პირიქით. ზუსტად ამ პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ყველაზე მაღალი სასჯელი და სისხლის სამართლის 7-დან 15 წლამდე მუხლი მიუყენეს ზურა ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას და არ გამოვრიცხავ, რომ მათ მოუწიოთ 2026 წელს სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა, სადაც ამ პარტიების ლიდერების ბედით და თავისუფლებით შემოგვევაჭრებიან. როგორ ახერხებს ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტი სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებას მაშინ, როცა პატიმარი პენიტენციური სისტემის კონტროლის ქვეშაა და მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული სასამართლოში ნებისმიერი სიტყვა ქართული კანონმდებლობით ცილის წამებადაც კი არ კვალიფიცირდება. ეს ახლა მთავარი კითხვებია. ეს კი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის ვიდეო ეპიზოდია. პროკურორმა მესამე პრეზიდენტს ბრალდება ონლაინ ჩართვით გააცნო. სრული აბსურდია ბუნებრივია, როდესაც ადამიანი, რომელსაც უკვე უსრულიად უკანონოდ და უსამართლოდ მრავალწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი რუსული რეჟიმის მხრიდან, მისი Facebook პოსტის ან თუნდაც სასამართლოზე გაკეთებული განცხადების გამო დამატებით აბსურდულ ბრალს უყენებენ. საქმის მასალების მიხედვით ცნობილი ხდება, რომ გარდა რვა ლიდერისა ნანა კაკაბაძემ ჩვენება მისცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც. მისი თქმით, უცხო ძალების დირექტივებით მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, როდესაც მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიწყალა. იქნება თუ არა შემდეგი სალომე ზურაბიშვილი, ვისაც საბოტაჟის საქმეზე ბრალს წარუდგენენ, ამას საზოგადოება ალბათ მალე გაიგებს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა პოლიტიკაში აშკარა ჩარევის მაგალითებია ის შეწყალებები, რომლებიც მეხუთე პრეზიდენტმა განახორციელა მელიას, რურუას, უგულავას, ოქრუაშვილისა და სხვა იმ კრიმინალების მიმართ, რომლებიც იყვნენ ან ნაციონალური მოძრაობის წევრები, ან მხარდამჭერები, ან დამფინანსებლები. შეწყალებაზე ევროპარლამენტარმა ქალბატონმა, რომლის გვარსაც ვერ ვიხსენებ, განაცხადა, რომ მასთან ჰქონდა საუბარი ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ამაზე არსებობს ასევე ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ ზურაბიშვილს დავალებული ჰქონდა დეკემბრამდე მისი გათავისუფლება. ანუ ნათელი იყო, რომ მითითება მოდიოდა ქვეყნის გარედან. რაღაცნაირად თქვენს რაღაც ფორმით გახსენეს ამ საქმეებში. ანუ ამ პოლიტიკოსების თავარი იყო 4 ოქტომბერი სასახლე და უნდა დაბრუნებაო. ეს იყო სცენარში ირიბად ჩასმული, მაგრამ არ გამოუვიდა. კი ბატონო, როგორც წინას არ გავემიჯნე. ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, რომელზეც ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლების ჩვენებებშია საუბარი, გიორგი გახარია. ისინი ჩვენებებში არაერთ ეპიზოდზე საუბრობენ, მათ შორის 20 ივნისის საქმეზე, პანკისის სპეცოპერაციასა და ბასიანის დარბევაზე. გიორგი გახარია სპეცსამსახურების დავალებით ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით გადადგა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან და შეუერთდა აგრესიული ქსელის სხვა ნაწილს ქართული ოპოზიციის სახით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტზე მას შემდეგ არაერთხელ განხორციელდა კიდევ უფრო მასშტაბური ორგანიზებული შეტევა, თუმცა 20 ივნისისგან განსხვავებით არ ყოფილა მსგავსი რაოდენობის დაზარალებული და არ ყოფილა მსგავსი სიმძიმის, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები. ჩნდება კითხვა, თუ სხვა მომენტში შესაძლებელი იყო მოვლენების ამგვარი განვითარების თავიდან აცილება, რატომ მიიღო გიორგი გახარიამ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელმაც მსგავსი მძიმე შედეგი დააყენა. დღევანდელი მისი პოზიციიდან გამომდინარე, მე პირადად მაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქმედებაც მისი წინასწარ განზრახული და უცხოეთის სპეცსამსახურების მხრიდან ნაკარნახევი გეგმის ნაწილია.
შესაძლოა სხვა ოპოზიციონერების დაკავება ან უკვე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი კვლავ გაგრძელდეს, რადგან საბოტაჟის საქმეში არაერთი მათგანის სახელი და გვარია ნახსენები. ერთადერთ მტკიცებულებად კი საქმეს მხოლოდ მათი საჯარო მიმართვები და განცხადებები ერთვის. გამოდის, რომ ივანიშვილის საქართველოში დასავლეთთან ურთიერთობა და ოცნების კრიტიკა სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება. მუშაობთ იმაზე, რომ პირველ რიგში წნეხი ბრიტანეთიდან გაიზარდოს. ბრიტანული სანქციები ძალიან ბევრს აწუხებს. ეხლა დარჩა ორი რამ აღსრულება ბრიუსელში ამ ყველაფრის და ასევე გაგრძელება პროტესტების და კიდევ უფრო გაფართოება. ეს საჯარო ინტერვიუები საბოტაჟის საქმეში რვა ოპოზიციონერი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ბაშაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს. სანქციები რომ ნამდვილად მუშაობს და ქართული ოცნებისთვის სწორედ ეს აღმოჩნდა ყველაზე მძლავრი დარტყმა, ამას პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მასალებიც ადასტურებს. ოპოზიციის არსებობა ყველა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის საფუძველია. ქართულმა ოცნებამ კი ამ ფონზე ოპოზიციური პარტიების აკრძალვა არ იკმარა და იმ ლიდერებისთვის მრავალი წლის სასჯელის დამატება განიზრახა, რომლებიც ძალადობრივად მართვის და ხელისუფლების მიტაცების გამო დასავლეთისგან მათ დასანქცირებას ითხოვდნენ. მრავალტომიან საქმეში დევს პოლიციელების ჩვენებებით, მათ რა ვითარებაში და როგორ წაიკითხეს პოლიტიკოსების პოსტები, უყურეს ვიდეოებს და შეშფოთდნენ, რის შემდეგაც შეადგინეს ოქმები. მაგალითად, ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებელს დავით ბაინდურაშვილს ეკუთვნის. ჩემს სამუშაო ოთახში ხელოვნური განათების პირობებში მშვიდ ვითარებაში ჩავატარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზაში, ელექტრონული სერვისების ერთიან პლატფორმაზე და სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დათვალიერება. ზოგმა გამომძიებელმა სოციალური ქსელები დაათვალიერა, ზოგიც აქციაზე იყო და დაინახა, რომ პოლიტიკოსებიც იქ იყვნენ. გამომძიებლების ჩვენებებიდან მცირე ფრაგმენტები ასე ჟღერს. როდესაც ძალადობრივი შეტაკება იყო პოლიციასთან რუსთაველის გამზირზე, მათ შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე ბევრი პოლიტიკოსი დავინახევ, გულისხმობ ცნობად სახეებს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას, ყოფილ ბანკირს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, ასევე გიორგი გახარიას და სხვებს. ერთხელ მახსოვს რუსთაველის გამზირზე დავინახე ასევე ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც. ჩემს მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსები მომიტინგეების მიმართ გასცემდნენ სხვადასხვა მითითებებს, მოუწოდებდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ და პოლიციის წინააღმდეგობისკენ. მიტინგზე აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ქვეყანაში უნდა დაესრულებინათ მიტაცებული ხელისუფლება. საბოტაჟის საქმეზე გამოძიება ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ღიად პრორუსული მოძრაობის, ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლების, ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარიშვილის განცხადების საფუძველზე 2025 წლის თებერვალში დაიწყო. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენების აშკარა მაგალითია ის, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, გეგელია და სხვები ჩადიოდნენ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც კონკრეტულ ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენებისაგან მოითხოვდნენ, რომ საქართველოსთვის შეექმნათ პრობლემები ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით და კონკრეტული პირობების დაწესებით, მაგალითად როგორიც იყო ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და ხელახალი არჩევნების ჩატარება. ვატო შაქარიშვილი ჩვენებაში საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დასავლეთთან ურთიერთობაზე, შეხვედრებსა თუ გაგზავნილ წერილებზე და ამბობს, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის მოხვედრა არის პირდაპირი ჩარევა კანონის უზენაესობის ხელყოფის მცდელობის კუთხით, ასევე რეზოლუციაში ასახული დათქმები და მოწოდებები, მაგალითად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არის ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა ქვეყნის სტაბილურობის შერყევის მიზნით. ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარიშვილის ჩვენებები თითქმის იდენტურია. მოცულობითი 38 ტომიანი საქმის მასალები სუსის და გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივადაა შედგენილი. საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება და დანაშაულის კონკრეტული დასაბუთება. მტკიცებულებად გამოყენებულია Facebook სკრინები, საჯარო განცხადებები, სატელევიზიო ინტერვიუები, დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის ფაქტები თუ მათთვის გაგზავნილი წერილები, თანდართული ბმულებით. საბოტაჟის საქმეზე პირველი სხდომა გუშინ ჩატარდა, მას ესწრებოდა ბადრი ჯაფარიძე, ონლაინ ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონლარიანი გირაო შეუფერდა. ბრალდებულ პოლიტიკოსებს შორის საპატიმროს გარეთ ამჟამად მხოლოდ ისინი იმყოფებიან. იმ პოლიტიკოსების შემთხვევაში კი, რომლებიც ისედაც დაპატიმრებულები არიან, ივანიშვილის პროკურატურას შუამდგომლობა წინასწარ პატიმრობაზე აღარ დაუყენებია. თუმცა მას შემდეგ, რაც მათ პატიმრობის ვადა ამოეწურებათ, სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ინდივიდუალურად იმსჯელებს. ეს მორიგი ნაბიჯია, რომელიც
შეიძლება ივარაუდო, რომ დაკავშირებული არის ასე ვთქვათ ევროკავშირის შეფასებასთან, რომელიც არის უარყოფითი უკიდურესად საქართველოში მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით და შესაბამისად ქართული ოცნების დამფუძნებელმა გადაწყვიტა, რომ ეს ალბათ არის ოპოზიციის ბრალი და კიდევ უფრო მეტი ხისტი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი გადადგა და ეხლა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ლიდერს ბრალი წაუყენა პროკურატურამ აბსოლუტურად, გეტყვით, მოგონილი საბჭოთა ტრადიციებში შეთხსული ბრალდებით. მიუხედავად იმისა, რომ ასაკრძალ პარტიათა სიაში ქართულმა ოცნებამ არ შეიტანა ელენე ხოშტარიას, ზურა გირჩი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პარტიები დროა, გირჩი მეტი თავისუფლება და სტრატეგია აღმაშენებელი, მათ ლიდერებს ყველაზე მკაცრი ბრალი წაუყენა, მათ 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, რაც ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ნიშნავს. სასაცილოა, რომ პოლიტიკოსების მიერ დასავლელი პარტნიორებისთვის გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნა, თუნდაც სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, მიჩნეულ იქნა მტრულ საქმიანობად, მაშინ როდესაც ეს სანქციები გამოყენებული იყო საჯარო მოხელეების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. თავარი რისი ჩვენებაც ჩემი აზრით უნდოდა რეჟიმს არის ის, რომ ის არაპირებს უკან დახევას. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამითი უნდა რომ უიმედობა კიდევ უფრო გაამძაფროს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ ეს მას დაუბრუნდება პირიქით. ზუსტად ამ პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ყველაზე მაღალი სასჯელი და სისხლის სამართლის 7-დან 15 წლამდე მუხლი მიუყენეს ზურა ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიას და არ გამოვრიცხავ, რომ მათ მოუწიოთ 2026 წელს სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნა, სადაც ამ პარტიების ლიდერების ბედით და თავისუფლებით შემოგვევაჭრებიან. როგორ ახერხებს ციხეში მყოფი ექს-პრეზიდენტი სახელმწიფოს დამხობისკენ მოწოდებას მაშინ, როცა პატიმარი პენიტენციური სისტემის კონტროლის ქვეშაა და მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული სასამართლოში ნებისმიერი სიტყვა ქართული კანონმდებლობით ცილისწამებადაც კი არ კვალიფიცირდება. ეს ახლა მთავარი კითხვებია. ეს კი მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის ვიდეო ეპიზოდია. პროკურორმა მესამე პრეზიდენტს ბრალდება ონლაინ ჩართვით გააცნო. სრული აბსურდია ბუნებრივია, როდესაც ადამიანი, რომელსაც უკვე უსრულიად უკანონოდ და უსამართლოდ მრავალწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი რუსული რეჟიმის მხრიდან, მისი Facebook პოსტის ან თუნდაც სასამართლოზე გაკეთებული განცხადების გამო დამატებით აბსურდულ ბრალს უყენებენ. საქმის მასალების მიხედვით ცნობილი ხდება, რომ გარდა რვა ლიდერისა ნანა კაკაბაძემ ჩვენება მისცა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც. მისი თქმით, უცხო ძალების დირექტივებით მოქმედებდა სალომე ზურაბიშვილი, როდესაც მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეიწყალა. იქნება თუ არა შემდეგი სალომე ზურაბიშვილი, ვისაც საბოტაჟის საქმეზე ბრალს წარუდგენენ, ამას საზოგადოება ალბათ მალე გაიგებს. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფისა და შიდა პოლიტიკაში აშკარა ჩარევის მაგალითებია ის შეწყალებები, რომლებიც მეხუთე პრეზიდენტმა განახორციელა მელიას, რურუას, უგულავას, ოქრუაშვილისა და სხვა იმ კრიმინალების მიმართ, რომლებიც იყვნენ ან ნაციონალური მოძრაობის წევრები, ან მხარდამჭერები, ან დამფინანსებლები. შეწყალებაზე ევროპარლამენტარმა ქალბატონმა, რომლის გვარსაც ვერ ვიხსენებ, განაცხადა, რომ მასთან ჰქონდა საუბარი ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ამაზე არსებობს ასევე ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ ზურაბიშვილს დავალებული ჰქონდა დეკემბრამდე მისი გათავისუფლება. ანუ ნათელი იყო, რომ მითითება მოდიოდა ქვეყნის გარედან. რაღაცნაირად თქვენს რაღაც ფორმით გახსენეს ამ საქმეებში. ანუ ამ პოლიტიკოსების თავარი იყო 4 ოქტომბერი. სასახლე და უნდა დაბრუნებაო. ეს იყო სცენარში ირიბად ჩასმული, მაგრამ არ გამოუვიდა. კი ბატონო, როგორც წინასწარ გავემიჯნე. ოპოზიციური პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, რომელზეც ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლების ჩვენებებშია საუბარი, გიორგი გახარია. ისინი ჩვენებებში არაერთ ეპიზოდზე საუბრობენ, მათ შორის 20 ივნისის საქმეზე, პანკისის სპეცოპერაციასა და ბასიანის დარბევაზე. გიორგი გახარია სპეცსამსახურების დავალებით ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით გადადგა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან და შეუერთდა აგრესიული ქსელის სხვა ნაწილს ქართული ოპოზიციის სახით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტზე მას შემდეგ არაერთხელ განხორციელდა კიდევ უფრო მასშტაბური ორგანიზებული შეტევა, თუმცა 20 ივნისისგან განსხვავებით არ ყოფილა მსგავსი რაოდენობის დაზარალებული და არ ყოფილა მსგავსი სიმძიმის, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები. ჩნდება კითხვა, თუ სხვა მომენტში შესაძლებელი იყო მოვლენების ამგვარი განვითარების თავიდან აცილება, რატომ მიიღო გიორგი გახარიამ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელმაც მსგავსი მძიმე შედეგი დააყენა. დღევანდელი მისი პოზიციიდან გამომდინარე, მე პირადად მაქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს ქმედებაც მისი წინასწარ განზრახული და უცხოეთის სპეცსამსახურების მხრიდან ნაკარნახევი გეგმის ნაწილია. შესაძლოა სხვა ოპოზიციონერების დაკავება ან უკვე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი კვლავ გაგრძელდეს, რადგან საბოტაჟის საქმეში არაერთი მათგანის სახელი და გვარია ნახსენები. ერთადერთ მტკიცებულებად კი საქმეს მხოლოდ მათი საჯარო მიმართვები და განცხადებები ერთვის. გამოდის, რომ ივანიშვილის საქართველოში დასავლეთთან ურთიერთობა და ოცნების კრიტიკა სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება.